როგორც ხედავთ, ორი წრფე არის გადაკვეთილი ერთმანეთთან და რაღაც გრადუსული ზომები გვაქვს მიღებული და გვაინტერესებს რისი ტოლი არის ეს გრადუსული ზომები, ანუ აი ეს კუთხე რისი ტოლია, ეს კუთხე რისი ტოლია და შესაბამისად ეს პატარა კუთხეც რისი ტოლია, აი გვაინტერესებს. ეხლა მოდი დავფიქრდეთ ესეთ რამეზე. ცოტა უფრო დიდად რომ შევხედოთ აი ამ კუთხეს, აი ამ მთლიან კუთხეს. ეს კუთხე იქნება აი ამ კუთხის ვერტიკალური, ხო? ეს კუთხე არის x-ს დამატებული 60 გრადუსი ჯამში და არის ვერტიკალური კუთხე აი ამ 7x კუთხისთვის. ანუ გამოდის რომ მე შემიძლია ესეთი ჩანაწერი გავაკეთო, რომ 60 გრადუსს დამატებული x-ი, ანუ ამ გრადუსულ ზომას დამატებული ეს გრადუსული ზომა, ტოლი არის 7x-ის, იმიტომ რომ ვერტიკალური კუთხეები ტოლია. ესე იგი ეს უდრის 7x. და განტოლება მაქვს უკვე. ახლა თუ მინდა რომ გავარკვიო x-ი რისი ტოლია, უბრალოდ უნდა ამოხსნა განტოლება. ამიტომ მოდი გამოვაკლებ x ორივე მხარეს, დამრჩება რომ 60 გრადუსი ტოლი არის 6x-ის. და ახლა რა მაქვს? მაქვს 6 ჯერ რაღაცა უდრის 60-ს. გავყოთ ორივე მხარე 6-ზე და მივიღებთ რომ 10 გრადუსი ტოლი არის x-ის. ესე იგი, გამოდის რომ x-ი არის 10 გრადუსი, ანუ აი ეს არის 10 გრადუსი, რაც ნიშნავს რომ 10 დამატებული 60 არის 70 გრადუსი, ესე იგი, ეს მთელი კუთხე არის 70 გრადუსიანი. და მაშინ გამოდის რომ ეს კუთხეც უნდა იყოს 70 გრადუსი და მართლაც 7 გამრავლებული x-ზე, რომელიც 10-ს უდრის, არის 70. ანუ გამოდის რომ ესეც არის 70 გრადუსი. ესე იგი, თავარი გასაზრდებელი აქ ის იყო რომ აი ეს დიდი კუთხე და აი ეს კუთხე, ანუ ეს ორივე კუთხე ერთმანეთის ტოლია, იმიტომ რომ ვერტიკალური კუთხეები გვაქვს. და მე უბრალოდ ჩავწერეთ უკვე გამოსახულება.